ვისაუბრებთ შეკრულობაზე, რა იწევს, რა რისკები აქვს, ანუ თუ არ მივხედავთ რა მოხდება და როგორ უმკურნალოთ, მათ შორის ეფექტურად როგორ უმკურნალოთ წამლებით და წამლების გარეშეც. და უსაფრთხოდ რაც მთავარია. პირველ რიგში თქვათ რა არის, რას დავარქვათ შეკრულობა. შეკრულობა არის, როცა ადამიანს კუჭის მოქმედება აქვს კვირაში 3-ზე ნაკლებჯერ და განავალი უხშირასად არის ან მაგარი, უჭირს ასევე კუჭში გასვლა ადამიანს და აქვს არასრული იმის შეგრძნება, რომ სრულად ვერ გათავისუფლდა. ხშირია ძალიან, თითქმის ყოველ მე-4-მე-5 ადამიანს აქვს შეკრულობა, ასაკოვან ადამიანებში მით უმეტეს ძალიან ხშირია. 50% ადამიანს აქვს ასაკოვანში, ყოველ მეორეს ასაკიანს აქვს შეკრულობა. ყველაზე ხშირი მიზეზები რა არის შეკრულობის? არის ბოჭკოვანს რო არ იღებს ადამიანი ხილს და ბოსტნეულს რო მარჭამს. ყველაზე მთავარი, მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი არის წყალს რომ არ იღებს საკმარისი რაოდენობით, მესამე მიზეზი არის ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა. წამლები შედარებით ხშირად, ზოგიერთ წამალი იწვევს, ნევროლოგიური დაავადებები იწვევს და იშვიათად ასევე და ასევე ტრავმა, რამე სერიოზული მაგალითად ზურგის ტვინის ტრავმა თუ აქვს ადამიანს, მათაც შეიძლება გამოიწვევს. პირველ რიგში ყველაზე ძლიერი რეკომენდაცია რას აქვს შეკრულობის დროს აქვს, რომ ადამიანმა გაზარდოს ბოჭკოვანის მიღება. ბოჭკოვანი რა არის ხა? ბოჭკოვანი არის საკვები რეალურად, რომელსაც ორგანიზმი ვერ ინელებს და გამოიყოფა უცვლელი სახით, დიდი რაოდენობით. ან მაგალითად ორი სახის ბოჭკოვანი არსებობს, ხსნადი და უხსნადი. ხსნადი არის, როცა წყალს იკავშირებს და ჟელეს მსგავსი ნივთიერება წარმოიქმნება და განავლის გადაადგილებას ხელს უწყობს, განავალს ასველებს და ადამიანი ადვილად გადის კუჭში. აი ესეთი არის შვრია, მაგალითად, კლასიკური მაგალითი ხსნადი ბოჭკოვანის არის შვრია, ქერი და კიდე ასეთი სხვა ბურღულეულები შეიცავს მცირე რაოდენობით ხსნად ბოჭკოვანს, მაგრამ შვრია მიიჩნევა მეფედ ამ ამბავში. ხილებიდან ვაშლი მსხალი, ბანანი შეიცავს ასევე განსაკუთრებით მწვანე ბანანი კარგია. კარგია ასევე ლობიო და ბარდა. როგორც საკვები დანამატები, ესეც იყიდება. ბოჭკოვანი, მაგალითად სილიუმი, ბევრი მაქვს ნასაუბრები სილიუმზე, შესაბამისად ეფექტურია ძალიან, სილიუმი მიიღება უმეტესად დღეში ერთხელ ან ორჯერ ან სამჯერ, გააჩნია ადამიანს, გააჩნია მდგომარეობას, ძირითადად 2-დან 5 გრამამდე, ბევრ წყალთან ერთად. სილიუმი მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხოდ და ყველაზე ეფექტურად ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მოკლედ, ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ხანგრძლივად მკურნალობის. ეხლა რო წერენ, ზოგი წერს, რომ აი სილიუმს ვიღებ და არ მიშველა, ეს არის სუბუქი შეკრულობის მკურნალობა, ფონური, აუცილებელი, გარდაუვალი. თუ გინდათ რომ ნორმალურად იფუნქციონიროს თქვენმა საჭმლის მონებელმა სისტემამ, ბოჭკოვანი უნდა მიიღოთ დაახლოებით 35 გრამი დღის განმავლობაში და ერთ-ერთი ალტერნატივა არის სილიუმი. და ეს არ ნიშნავს იმას, რა თქმა უნდა, რომ ისეთივე ეფექტური იქნება, როგორც ბისაკოდილი, ესეთი არ იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც უსაფრთხო და ხანგრძლივი გამოყენებისთვის, სილიუმი არის საუკეთესო, რადგან ისინი იწვევენ გვერდით ეფექტებს, მათ შორის ელექტროლიტულ დისბალანსს, რომელიც განსაკუთრებით საშიშია ასაკოვან ადამიანებში და შეჩვევას იწვევენ და მერე მის გარეშე ადამიანის კუჭის მოქმედება არ აქვს და ანუ ამიტომ დგება დღის წესრიგში, რომ მაქსიმალურად ბუნებრივი, მაქსიმალურად უსაფრთხო რამე იყოს. ესეთია სილიუმი, მაგალითად მეთილცელულოზა. წყლის მიღებას დიდი მნიშვნელობა აქვს ძალიან. წყალი ადამიანმა უნდა მიიღოს ჯამში, ქალმა უნდა მიიღოს 3 ლიტრამდე. ოღონდ 3 litrს რო ამბობენ, ხშირად იბნევა ადამიანი, მაგრამ 3 litrში გულისხმობენ ყველაფერს. მათ შორის საკვებიდან, ან თხევადი საკვები რაც არის მაგედან, ხილიდან, ჩაიდან და ასე შემდეგ, ყველაფრიდან ერთად იგულისხმება, რომ უნდა მიიღოს 3 ლიტრი.
კაცმა უნდა მიიღოს დაახლოებით 4 ლიტრი. 3 ლიტრი უხეშად არის 11 ჭიქა წყალი და 4 litrამდე არის კაცისთვის 3.7 ლიტრი. ეგ არის დაახლოებით 15 ჭიქა წყალი. რა თქმა უნდა, იგულისხმება ყველაფრიანად და არა ის გულუბრყვილო შეხედულება, ან სად გინახიათ საერთოდ რომ ადამიანი მაგალითად ან ქალი ან კაცი იდგეს და 11 ლიტრა, 11 ჭიქა წყალს სვავდეს დღის განმავლობაში. არ არსებობს ეგეთი ადამიანი, შეიძლება ვიღაცამ დააძალოს თავის თავს, მაგრამ ბუნებრივად შეუძლებელია ესე და ანუ ორგანიზმი ხო ვერ ფუნქციონირებს ისე რაც ბუნებრივი მოცემულობა არა და შესაბამისად ის ხშირად არასწორად არის ხოლმე გაგებული აი ეს 2 ლიტრის და 3 ლიტრის ცნებები რომ იგულისხმება აქ ყველაფრიანად ეგ არის. ხო და მესამე მნიშვნელოვანი კურნალობის მეთოდი არის ვარჯიში. ვარჯიში 150 წუთი კვირის განმავლობაში, რაც მეტი მით უკეთესი. სიარული, სირბილი, ძუნძული, ცურვა, ცეკვა, რაც თქვენთვის მოსახერხებელი იქნება ის ნებისმიერი. და მათ შორის კვების მერე მცირე გასეირნება, მცირე ვარჯიში მნიშვნელოვანია ძალიან. თუნდაც 10 წუთით. მეოთხე მეთოდი არის ეძახიან ნაწლავების ვარჯიშს ამას ან ვარჯიშთან შეჩვევას უბრალოდ აზრი ეს არის რომ ადამიანის ნაწლავები იწყებს შეკუმშვას დაახლოებით და ყველაზე აქტიური შეკუმშვის ფაზაშია ჭამიდან, დილის ჭამიდან დაახლოებით 15-20 წუთის მერე. და მაგ დროს თუ წავა ადამიანი ტუალეტში, ეგ არის საუკეთესო დრო. და თუ შეეჩვევა მაგ დროს, მაგალითად საუზმის მერე დაახლოებით 15-20 წუთში, რომ შეეჩვიოს ადამიანი, აი ეგ არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა. ახლა გადავიდეთ წამლებზე. წამლებიდან ყველაზე ხშირად გამოიყენება პოლიეთილენ გლიკოლი, ლაქტულოზა და მაგნეზიუმის პრეპარატები. სამივე მოქმედებს პრინციპში ერთნაირი მექანიზმით და ამიტომ ოსმოსურ ლაქსიტივებს ეძახიან, ნიშნავს რომ წყალს აკავებს ნაწლავებში და ადამიანი მე განავალში ადვილად გადის არბილებს განავალს და ადვილად გადის განავალში. პოლიეთილენ გლიკოლი მიიჩნევა უსაფრთხოდ, ასევე აი ეს ლაქტულოზაც და მაგნეზიუმიც მიიჩნევა უსაფრთხოდ. ყველაზე უსაფრთხოდ ეს სამი მიიჩნევა როგორც წესი და ეფექტურიც არის და ეს სამი გამოიყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მაგალითად ახლა პოლიეთილენ გლიკოლი არის ფხვნილი და ამ ფხვნილს 17 გრამს ჩაყრი წყალში, ან წვენში გაურევ, მოურევ, დალევ. ეგ არის დღეში ერთხელ ძირითადად ისმევა. და მის ყველაზე ხშირად ხანგრძლივი დროით, ვისაც ქრონიკული შეკრულობა გამოიყენება პოლიეთილენ გლიკოლი. მიიჩნევა რომ არის უსაფრთხო და ეფექტური. მეორე ჯგუფი ამ ლაქსეტივების არის სტიმულანტები. სტიმულანტები რას აკეთებენ? ნაწლავების სპაზმს იწვევენ და ნაწლავების სპაზმის შედეგად განავალი გადაადგილდება და გამოდის გარეთ. ასეთია მაგალითად ბისაკოდილი, შეიძლება გაგიგეთ ძალიან ცნობილია. ნატრიუმის პიკოსულფატი და სენა. სენაც ალბათ გაგიგეთ, იმიტომ რომ სენას ისა მცენარეა და მცენარეული უყვართ ძალიან, ზოგი სენას ჩაის და ზოგიც კიდე ექსტრაქტს სვავს პირდაპირ. მოკლედ სხვა ფორმით იღებენ სენას, სენას ეფექტურია. ეს სამივე ეფექტურია, სამივე ძლიერია. ბისაკოდილი განსაკუთრებით, მიიჩნევა კლასიკურად უფრო და მიიჩნევა, რომ აი როცა ადამიანს სასწრაფოდ ჭირდება და საჭიროა რომ გავიდეს კუჩი, ინიშნება ბისაკოდილი დაახლოებით 6-12 საათში გადის ადამიანის შემდეგ კუჩი. ან დილის კუჩის მოქმედება აქვს საღამოს თუ დალევს. სუპოზიტორია სანსლებიროა ბისაკოდილის, კიდე უფრო ჩქარია, შეიძლება 60 წუთის ფარგლებში იმოქმედოს. სენას ფოთლებს რაც შეეხება, ესეც ძალიან ეფექტურია, მაგრამ მაგათ, ანუ ამ სტიმულანტები ბისაკოდილის სენა მაგალითად,
პრობლემა ის აქვს, რომ შეჩვევა იციან და მე მაგის გარეშე უჭირს ადამიანს უკვე კუჩი გასვლა. გამოსავალი არის ის, რომ ნელ-ნელა უნდა გადაეჩვიოს, თქვა, ნელ-ნელა დაიწყოს მიღება დიდი რაოდენობით ნელ-ნელა ოღონდ საკვები ბოჭკოების, დიდი რაოდენობით წყლით და ნელ-ნელა გადავიდეს ჩვეულებრივი კუჭის მოქმედება და შეამციროს დოზები, შეამციროს და ესე. ამიტომ და ელექტროლიტური დისბალანსი შეიძლება გამოიწვიოს და ეგეც პრობლემაა, მე მუცლის ტკივილს იწვევს ზოგი და ასე. ამიტომ არც სენა და არც ბისაკონდილი ხანგრძლივად არ არის რეკომენდირებული. მაქსიმუმ 7 დღე რა. ძირითადად ინიშნება ეგრე. რაც შეეხება მაგნიუმის პრეპარატებს, მაგნიუმის პრეპარატები არის მაგნიუმის ოქსიდი, მაგნიუმის ჰიდროქსიდი, მაგნიუმის რძესაც ეძახიან მაგნიუმის ჰიდროქსიდს და ორივეს კაი რა აქვს. ორივეს კარგი აქვს, რომ ეგენი თან არიან ლაქსეტივები, ანუ საფაღარათოები და თან კიდე ანტაციდებია. ამიტომ არის რომ როგორც ანტაციდებად მათი გამოყენება შესაძლებელია და თან თუ კი მაგალითად გულძმარვა აქვს ადამიანს და შეკრულობაც აქვს, ორ საქმეს ერთად აკეთებს. მშვენიერი მაგ მხრივ არის კარგი. ძირითადად მიიღება ან სითხის სახით, ან ტაბლეტების სახით, ერთხელ დღეში 2-4 ტაბლეტი უმეტესად, ან 1-2, ან 2-4 გააჩნია დოზას, გააჩნია ადამიანს, სუფრის კოზი დღის განმავლობაში. ეს მაგნიუმის ოქსიდი და მაგნიუმის ჰიდროქსიდი ორივე არის უსაფრთხო და ერთ-ერთი საუკეთესოა თავის საქმეში უსაფრთხოება პლუს ეფექტურობის მხრივ. და ლაქტულოზა არის კიდე ესეთი მნიშვნელოვანი, რომელიც ესეც როგორც წესი არის სითხე და ლაქტულოზა რაშია საქმე ლაქტულოზაში, რომ ლაქტულოზაც ოსმოსური დიურეტიკია, ანუ მე გადამუშავება მისი ხდება ბაქტერიების მიერ ნაწლავებში, შემდეგ ამ დაფერმენტების გამო იზიდავს წყალს, ის კომპონენტები რაც წარმოიქმნება, მჟავა წარმოიქმნება რეალურად და იზიდავს წყალს და შემდეგ ადამიანი გადის კუჩში. გვერდი ეფექტები აქვს, რომ შებერილობა, ბოყინი შეიძლება გამოიწვიოს, ან სიმძიმის შეგრძნება მუცელში, ან მუცლის კუნთების ის ნაწლავების სპაზმი. ამიტომ არის რომ თან ხო ტკბილი გემო აქვს და ზოგს არ უყვარს. ლაქტულოზა ძალიან პოპულარულია, იმიტომ რომ ძალიან ძველია და ცნობილია, მაგრამ აქვს ეს უარყოფითი მხარეები მოკლედ. მათ შორის აი გაზების წარმოქმნა და ეს სიმძიმის შეგრძნება, შებერილობა და რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. ძირითადად 10-15 მილილიტრი გამოიყენება დღის განმავლობაში. ყველაზე ხშირად გამოიყენება პოლიეთილენელ გლიკოლი, ეგ არის ყველაზე ხშირი გამოყენების, მეორე ადგილზე იქნება ლაქტულოზა, მესამე ადგილზე იქნება ეს მაგნიუმის პრეპარატები, საუბარია ხანგრძლივ გამოყენებაზე. თორე ისე თუ კი უცებ მოქმედება უნდათ, მაშინ ბისაკოდილი ან სენა. რო ვთქვათ, რომ რაღაც სენას დიდი უპირატესობებია გარდა იმისა, რომ მცენარეული ქვია, თქვათ იგივე ბისაკოდილთან, ესე არა, ორივეს აქვს ის უსაფრთხოება, რაც საჭიროა, ძალიან ეფექტურია. ბისაკოდილი განსაკუთრებით სენაც ეფექტურია. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.